კიევი და დღეს ჩვენი სტუმრები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია ფინტექის დამფუძნებლები ლევან ხაბეიშვილი, გიორგი პუბლაშვილი და თორნიკე პიკაშვილი. მადლობა მეგობრებო, რომ გამონახეთ დღეს შეწყვიეთ. მაინტერესებს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა კიევში ვართ, ჩვენი მუშაობის შედეგები ახლა წლის ბოლოა, ვიცი რომ წლის განმავლობაში არაერთი კვლევა ჩაატარეთ და ეს სიტუაცია დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები და გთხოვთ რომ ამ შენიშვნებთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია მოგვახსენებთ და ასევე უკეთ შეგვიძლია რა ვიზიტით ხართ კიევში და რას ეკითხოთ. კიევში მისამართებს მოგვიყვება ჩვენი გამომშვენი გეშტა მოიცემთ ჩვენი პარტნიორი ფონდი და ესეთი ფონდი კიევში გაიხსნა ოფისი რამდენიმე შეძლებს ჩვენი მისიის არის ფონდის საკუთარი კომპანიებს და წარმომადგენლებს შეხვედრით გაგვეცნო მართლისი გეგმის შესახებ ჩვენ საქართველოში გვაქვს და კონკრეტული დედაქალაქის მიმართულებით შესაბამისად ჩვენ საქართველოს დაუყოვნებლივ მუშაობთ გუშინ იუდიდოგონის საავადმყოფოში ჩამოვიდი ფაქტობრივად დღემდე ჩვენ რამდენიმე შეხვედრით გააკეთა ყოველ გაზეთი საინტერესო შეხვედრები ერთ რაც მინდა თქვა გავუკეთე როგორც ტურიზმის პოლიტიკის ასოციაციის ჩვენი გუნდი ვიბრძოლებთ და ვიმუშავებთ იმისთვის რომ დედაქალაქში არჩევა პროდუქტი შეიქმნას დედაქალაქის არჩევა თავმოყრილი ცხოვრება და გარკვეულწილად გამახორციელებს მოდელს ჩვენ ვეცდებით პროექტულ ადამიანის მოთხოვნა რომ პრობლემები მოგვიყვებით ადამიანების საკითხი საკითხი სამწუხარო არის ის რომ ჩვენ ამ რეალობაში ყველანი ვზნობ ყველანი ხედავთ რომ გარკვეულები არის რაც არასოდეს ორგანიზაციები შეიძლება აქტიურად საუბრობს და აქტიურად ჩატარდება თავადაცემ ბიუჯეტთან დაკავშირებით უმოვლელი შენიშვნები, რომელიც შეგვიძლია გადაგზავნილი გვაქვს საკრებულოში და ინტერნეტის იმედი არ გვაქვს იმ ჯგუფის რიგ შენიშვნებს გაითვალისწინებთ, მაგრამ 2016 წლის მიმდინარეობისას მაქსიმალურად ჩართულები იქნება თამაში. ასევე მინდა დავყიდე ჩვენი გუნდის სახელით, ჩემი მეგობრების სახელით, ისედაც რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი რომ გამოაჩინა სამუშაო პროცესში დამოჩნდა რომ მეგობრები ასოულებში აქტიურად მუშაობენ გარკვეული შედეგები აქვს და ძალიან ჩვენ აქცენტები მასალაში დაახლოებით საათში გამზირზე მოხდა ის დაგება შესაძლოა ჩვენ ვაპირებთ როგორც ინტელექტუალურ მუშაობას ასევე აქცია პროფესიონალიზმის ადგილობრივ პროდუქტის შესაძლებლობას და ვაპირებთ ისინი არ მოვაყენოთ რა შენიშნები გაქვთ კონკრეტულად ბიუჯეტთან მიმართებაში და ასევე თუ შეიძლება გითხარით სასადილოებში ბენეფიციარების გამოყოფასთან დაკავშირებით შეიძლება ექსპერტის ბიუჯეტს რა თქმა უნდა ხარვეზები აღმოჩენილი არის და მithombe სავიზები არის სოციალური მიმართულების ბიუჯეტში ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეგვიძლია ვთქვათ არის ის რომ ეს კიდევ უფრო გაიჩნდა. 2015 წელს სამჯერ არის გაზრდა. და იქ ვადასტურებთ ამას. 2015 წელს სოციალურად დაუწყების რაოდენობა იყო 13,000 მოქალაქე. 2015 წელს მათი რაოდენობა გაიზარდა 22,000-მდე, ხოლო 2016 წლის ბიუჯეტში იან 32,500 ადამიანი შეიყვანა სოციალურად დაუწყებთა სიაში, ვინც უნდა მიიღოს საკუთარ სოციალურ საუკეთესო ადამიანების დახმარება სასადილოების გაკეთებული ბიუჯეტის მიხედვით. აქედან გამომდინარე ის ფაქტი, რომ ქალაქში ბიუჯეტს ყველას დადასტურებულია და ძალიან საფუძველია, როცა თუნდაც საკრებულოს წევრები გამოდიან და საუბრობენ, რომ მათი ხელფასი არის საკუთარი და მათი ხელფასები უნდა გაიზარდოს არა მხოლოდ საკრებულოში, არამედ ძალიან მერის სხვადასხვა სამსახურებში. ეს არის დაბრუვა და ჩვენ გვაჩნია, რომ ზუსტად ამ დაბრუნებას უნდა ეს დაბრუვა გაითვალისწინოს, გამოასწოროს, ჩვენ ყველა პროექტს ადეკვატურად შეიძლება შეცვლილი და გასწორებული ბიუჯეტი საკრებულოში. იმედოვნებთ, რომ აკვალისწინებული იქნება, თუმცა იმედი ნამდვილად არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ არაერთი ფაქტი გვაქვს და არაერთი ფაქტი ზოგან, რომ მერია ნაკლებად შეაცილებს საკრებულოს უმრავლესობისას, თუმცა ჩვენი არასამთავრობოსაც მერიაში ნორმალია შეიცვლებს მხოლოდ ერთი ადამიანისაც, ეს სამწუხაროდ არის ფორმალური მმართველი საქართველოს ბიზნესის
აკინელობინი არ ვიყო იმისიმები, რომ ბიუჯეტში რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეექმნა. რაც შეეხება თვითონ მერის მუშაობას, ყველა კარგად ნახეთ, რომ ჩვენი სიუჟეტები და ჩვენი გამოაშკარავებული ფაქტები და გამომდინარე, არც თუ ისე იშვიათი არის კორუფციის გარიგებები, არც თუ ისე იშვიათი არის მოგებული კონკრეტულ კომპანიებზე ტენდერები, არც თუ ისე იშვიათი არის ბიუჯეტიდან თანხის მითვისების ფაქტი. აქედან გამომდინარე, საკრებულოსაც მოვუწოდებთ, თქმა უნდა, იმუშაოთ აქტიურად, მაგრამ სარევიზიო კომისია აკეთოს თავისი საქმე, უბრალოდ მანქანების ისეები და პრემიები და პროფესები აიღო. აუდიტმა აუცილებლად უნდა ჩაატაროს თავისი საქმიანობა და უნდა გამოიკლიოს თუ რაში ხარჯავენ გამგებლები და გამგებლობები ფულს. იმედი გვაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ მოხდება ის, რაზეც ასე მისთვის რეალურად რომ თბილისელებს მათი ბიუჯეტი ნორმალურად მოხმარდეს და ბიუჯეტი მოხმარდეს თბილისელებს და არა მხოლოდ თბილისელებს. ტენდერებთან დაკავშირებით და ყველაზე კორუფციის თემას საკმაოდ როგორც რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის განმავლობაში. კორუფციის დამთავრების მედიაში არაერთი იყო და პარტია მაინცთან ცოტა ძნელი იქნება იმ იქიდან გამომდინარე, რომ ყველა კორუფციის თემა, რომელიც ჩვენ ორგანიზაციამ გაშიფრა და გამოაშკარავა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი უფრო მეტი თანხის იყო. შეგვიძლია გავუყოთ ფუნდაციის ტენდერი, რომელიც კახკარაძის სულისმან გადასცა თავის მეგობარს, რამდენიმე ადრე დაარსებულ კომპანიას, რამდენიმე ადრე დაარსებულ კომპანიას და აღსანიშნავია ჩვენ ორგანიზაციას და ამასთან დაკავშირებით იქნება, რომ დავით ნარმანიას მერიაში ერთ-ერთი მოლაპარაკების გზით რამდენიმე მილიონობით ლარის ხელშეკრულებებს დებენ, სწორედ რომ რამდენიმე თვითა და თვით ადრე დაარსებულ კომპანიებთან, ამ ისეთებთან, რომლებიც ბაზარზე რეალურად არ ჩანდნენ, თუმცა რადგანაც მოახერხა დავით ნარმანიამ და ისინი როგორც იყო, ან შეაქმნებინა ეს კომპანიები, აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო ის პროვა, რომელიც ჩვენ ორგანიზაციამ გადაიღო, თუნდაც შემოწირულებთან დაკავშირებით, ის რომ დედაქალაქში რაიონის გამგებლობის მოადგილეების უმრავლესობა არის ქართული ოცნების შემოწირული, სწორედაც ადასტურებს იმას, რომ დავით ნარმანიას მერიაში თანამდებობებზე ინიშნებიან არა პროფესიონალისთვის, არამედ პარტიული ინიშნები და აქედან გამომდინარეა ყველა ის პრობლემა, რომელიც დედაქალაქის მერიაში არსებობს, აქედან გამომდინარეა ის, რომ ყველა ცდილობს თავის შინაურს ნაცნობს მეგობარს თუ ნაკისავს მისცეს აღნიშნული შემოწირულების გამოლაპარაკების გზით, სწორედ ეს ყველაფერი უდევს საფუძველს იმას, რომ ეს თბილისში უამრავი პროექტი, რომელიც ჩავარდა, უამრავი პროექტი, რომელიც გაჩერდა და ამის შემდეგაც არაფერი გაიგებოდა და დედაქალაქი ეს არის სასურველი ეს ფაქტი ფიქრიდან უკავშირდება ეს მერაქტივი ჩატარებულ აქტივობებს და სოციალურ ქსელში სახელმწიფოს რომ არაშიძენ დატოვა თანამდებობები და აწყვეტილეს. რაც ვიტყვით და აქედან ვიტყვით პროცესებს იმასთან დაკავშირებით რომ უკანონოდ თავისუფლდეს და ამასთან დაკავშირებით რა ხდება. ეს ასრულება ფუნქცია მეdes მოგზაურობის სულ არ უნდა. გიორგი არსეთ რაც შეეხება, მინდა თქვა რომ ეს მონიტორინგი შემოხოცილებს ის კვლევები რაც ვაკეთებთ ჩვენ მეზობელთა რომ არის მნიშვნელოვანი დაადასტურებინა, მაგრამ საბოლოო ჯამში შემოვაკვირდეთ, რომ ადამიანების მოსახლეობის დანიშნული ადამიანი რომელიც თბილისში პროექტ განათლებას, ადამიანი რომელსაც ამოქმედებს მოხერხდა ამ ადამიანის ჩამოშორება თავიდან. ეს არ არის პირადიზება, ეს არ არის უცნაური. ეს არის ზუსტად რომ თბილისში საქალაქო სამსახურის სპეციალისტები ევალება განათლების უმოქმედების მუშაობა, არ უნდა იყოს უმაღლესი განათლების გარეშე, არ უნდა იყოს გამონათლებელი, არ უნდა იყოს არაპროფესიონალი, არ უნდა იყოს კორუმპირებული და ჩვენ არაერთხელ ვამხილეთ ეს ახალგაზრდა ადამიანი ამ მიმართულებებით. რაც შეეხება პირად სასამართლოს ამაზე არ შეგვიძლია არ მგონია რომ საინტერესო იყოს ამ ეტაპზე თბილისელებისთვის საინტერესო ფიქრობდი რომ იყო მაშინ როცა მეთქვედი რომ ეს სასამართლო დაასრულებული იყო და სწორედ მაგალითად ყოფილიყო ზოლას ყოველთვის აქვს აზრი და თავისუფლების ალოცება ორგანიზაციის ორგანიზაციის ყველა გასაგებია საინტერესო
ნებისმიერ ამ ბრძოლაში, გოლში, ასევე ძალიან მოკლედ გითხრათ, რაც მიჭირდა ისაუბრეს, ფაქტია, 2016 ბიუჯეტის ანუ გამოყოფ რამდენიმე რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი რაც ვაში საწარმოების რომ ბიუჯეტი იზრდება საჯარო მოხელეობის პრემიის დარამატებზე, მეორე მნიშვნელოვანი ის რომ ფაქტობრივად რამდენი მილიონი ლარია ჯერ ცოცხალი ადამიანების დასამარხად ბიუჯეტში გაგვალისწინებენ რაც არანორმალია, იმიტომ რომ ამ რამდენი მილიონი ლარით შესაძლებელია რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება, როგორც მედიკამენტების დახმარებით, ასევე ეჯერების დახმარებით, მათთვის ასევე საინტერესოა ის მოთხოვებას, რომ კონკრეტულად სხვადასხვა სამსახურის სხვა პროგრამებაში მორგებულია კონკრეტულ ადამიანებს დასახმარებლად კომუნიკაციაზე და არა პროგრამებზე ჩვენ თავარი ემოცია არის ის პროდუქტი, რაც იქნება თბილისში იყოს ხარისხიანი, თბილისის მთავრობა იყოს უფრო მოქნილი, უფრო ნაკლები ბიუროკრატია და ჩვენ ამას ნებისმიერი ხერხით ვეცდებით, ნებისმიერი ბრძოლით ვზარდვართ, სწორედ იმიტომ ვართ ეს საქმე გარკვეული გამოსწორებით გავიზიაროთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების ამ ფონდის წარმომადგენლების დაუგებლოთ მომავალი წლების ჩვენი სტრატეგია, რომელიც იქნება უფრო რთული დექალაქტიკალობის მიღწევით აქამდე. ჩვენ აქამდე ვცდილობთ გარკვეულ ნაწილში არ ყოფილიყავით რადიკალები და ვცდილობთ რომ მხოლოდ კოლეგებით ასე ვთქვათ შეგვეწუხებინა ეს ადამიანები მხოლოდ თბილისში ჩვენ ვეცდებით 2016-დან ველად კონკრეტულ ქალაქში გავაგზავნოთ ეს ეწოლა ადამიანების კონკრეტული ადამიანების საკითხებზე. საინტერესო კითხვაა ამაზე ალბათ შეგვიძლია ვისაუბროთ ის რომ მედიატორი თუნდაც საჭიროა და არ მარტო კიევში არამედ ნებისმიერ ქალაქში ვფიქრობ საინტერესოა მსგავსი სამოქალაქო აქტივი და სამოქალაქო ჩართული ადამიანები ასე ვთქვათ ბიუჯეტის დაგეგმვის დროს მათი ანალიზისას და ამ შემდეგ ნამდვილად მოხერხდება ეს უკრაინაში მოხერხებული კრიზისი არაფერია მაგრამ ჩავდით ამ საჭიროებას გავაკეთოთ ამაზე სწორედ ამაზე უნდა ვიმჯეროთ შემდეგ დღეებში და ჩვენ ვიღებთ ჩვენ დავდივართ ჩვენ ამ ინფორმაციას გავაჟღერებთ და ვაფუძნებთ ამ მედიატორს კიევში, ამმართველებთ ვაპირებთ რა კიევში მუშაობას და გარდა ამისა ასევე ჩვენ პირობას ვეძებთ იმას რომ პირობები გაიგებთ თუ რა გეგმები გულდებით, რა სტრატეგიები გულდებით და რას ვაპირებთ 2016-ში და რა გეგმებით. ახსენებთ ამ პირობას ბატონო. მინდა აუცილებლად გამოვიდა კითხვის ათწლედე. ამჟამად თბილისში აფორციებთ თქვენ პროექტს, რომელშიც 100-მდე ახალგაზრდა, უბრალოდ 100 ახალგაზრდა ჩართული. მოგწევთ ამ პროექტის შესახებ, რა მინდათ როგორია სამუშაო პროცესი და პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ როგორ შეიძლება მონაწილეობა და სხვა დაინტერესებულ ახალგაზრდებს. ჩვენი პროექტი არის აღმოსავლური და საფრანგეთო ხელისუფლების მონიტორინგი. საკმაოდ ეს აქტიური ახალგაზრდებია ჩართული ენთუზიაზმის სივრცე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. და საქმეობენ ამ გაევალებათ მათ რას მოიცავს ჩვენი პროექტი ქალაქში. ისინი აკეთებენ მონიტორინგს სამინისტროების და კომიტეტების მიხედვით, საპარლამენტო კომიტეტების და ასევე აღმოსავლური ხელისუფლების სამინისტროების მიხედვით, მათი გაფორმებული ტენდერების, შესიებების, საქმიანობის, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესწავლის საკმაოდ ბევრი და კარგი ინფორმაციას პოულობენ ეს ადამიანები, მუშაობენ თავისივე განვითარების მიმართულებით, ანუ ეს მათ დაეხმარებათ სამომავლო გეგმებში. ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის, ასე პოლიტიკურად მოტივირებული, რომელიც თვითონ სამომავლო პოლიტიკაში უნდა გაჩნდეს და პოლიტიკურად უნდა გააგრძელოს თავისი კარიერა. ძალიან საინტერესოა ეს ახალგაზრდთან ურთიერთობა იმიტომ რომ ეხლა სამუდამოდ უნდა ჩამოყალიბდეს, ასე გაიზარდოს პოლიტიკოსების თაობები და არ შეიძლება რომ მუდმივად ერთ-ერთი თაობები ისინი პოლიტიკაში ჩართულიყო. აუცილებელი არის ყველაფერში აუცილებელია სიახლე, ყველაფერში აუცილებელია გარკვეული ახალგაზრდული ჩართულობა, იმისათვის რომ ახალგაზრდებმაც იგრძნოს თავი საჭირო, თუნდაც პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების დროს. ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზეც, რომ თქვენ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები და მაინტერესებს როგორ ხედავთ თქვენ თავს 13 წლის შემდეგ. შეიძლება რომელიმე მომენტი ვიქნოთ პოლიტიკაში? პირველში აღსანიშნავია ის, რომ ჩვენ გვაქვს ერთიანი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ საერთოდ უნდა იყოს შემოერთებული ჩვენი პროცესები და ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ არის ევროპასთან გასავლის შესაბამისად ის თუ
იქნება ჩვენ სამი წლის შემდეგ ამას ასევე მნიშვნელობა არ აქვს მედიატორი თავარია ჩვენი ქვეყანა იყოს სწორედ ევროპასა და დასავლეთისკენ ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება იყოს სწორედ ამის სწრაფებით და შესაბამისად თუ საჭიროდ ჩაქრის გარკვეულში ეს სწორედ ამ მიმართულებით ახორციელებს თავის შემოქმედებას და დაგვიძახებს ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ თავის გამომდინარე ჩვენ გადაწყვეტილება შევარდეთ თუ არა პოლიტიკაში. თუმცა ერთ მნიშვნელოვნად აღნიშნავთ ჩვენი საქმიანობა ამდენადაც არ შეაფასებს და მობაზრ მასალად და პოლიტიკურ ანგაჟირების სტატუსი ეს და ხაზგასმულია ის რომ ჩვენ აბსოლუტურად ყოველთვის ობიექტურები ჩვენ შეფასებებში და ვიტყვით ყოველდღიურ ფაქტებს და არა იმას ჭორს და მონაგონს შესაბამისად დასაწყისში ჩვენ ვიძახით თუ ეს აღნიშნული ხელისუფლებისთვის არის დისკომფორტი შექმნილი და აქედან გამომდინარე ისინი ჩვენ გვეძახიან პოლიტიკურ ანგაჟირებას ეს უკვე მათი პრობლემაა იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ფაქტებზე ვსაუბრობთ მხოლოდ დადასტურებულ ფაქტებზე ჩვენი ნებისმიერ პრობლემებმა მიმართულია იქნება რომ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის მაცხოვრებლებს უკეთესი პირობები ჰქონდეს და ხელისუფლებას არ ჰქონდეს ის საშუალება არ მიცეთ იმის საშუალება რომ თავისი ცდარი და როზის ნახვები ანახორციელონ საქართველოს მოსახლეობას. მედიატორი არ გამოიცხადა იმას რომ შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ თუნდაც რომელიც ამყართან მოგებაზებულად ამაში რა თქმა უნდა წარმატებას უსურვებთ და აქვე მინდა მაყურებლებს ვუთხრა ის რომ როგორც ვიცი გახდი შექმნის მედიატორის ფარგლებში ამ პროექტის ფარგლებში თქვენ აპირებთ ერთგვარი გამოკითხვის კარდაკარის გაკეთებას. ამაზე გითხარით რამდენიმე წლედადებით რას ამის გამოკითხვა იქნება ეს რას ისახავს მიზნად და როდის ჩატარდება? ჩვენ გარდამისვლა ვაზრობთ კვლევებს და ჩვენი ტელეკომუნიკაციების სტანდარტების ჩართულობით თორმეტ ფაქტები გახსნით მეტია და ჩემი ერთი რამათან არ გავსწრებდი დიალოგი ჩვენ ამბობთ სუბიექტური და ჩვენ დასწრებულად სასწავლებლებს ვახსოვ მაგრამ სასწავლებლები თავაცეთ და ეს ამერად მარტივად და გამყარებულ და რომ აქამდე რაც ჩვენ საზოგადოებას მიმოწოდეთ აბსოლუტურად დოკუმენტალურად დადასტურებული შესაძლოა არ ყოლია მოდავე პრინციპში რომელიც იტყოდა რომ ის რაც ჩვენ თქვით კონკრეტულ ფაქტებზე რომ ეს არ ყოფილა იურა დამსვამის ცდილობები ყოფილა შესაბამისად შემდგომში ჩვენ ვაპირებთ აი მოკლედ ფაქტები ვიყოთ როცა რაიმეს გავასაჟიროებთ არგუმენტირებული და შეიარებული რომ გარკვეულ ფაქტებს ვეუბნებოდეთ რაც შეეხება გარჩეული მედიატორის ეგრეთ წოდებული კარდაკარის ჩატარებას რომელიც გულისხმობს მოქალაქეების გამოკითხვას ჩვენ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ არ მოვწყდეთ მოქალაქეებს პარალელურად გავაგრძელებთ ადამიანებთან შეხვედრა უბნების მიმართულებით იმიტომ რომ სამწუხაროდ მასასაც საუბრობთ ვიცინებას პოლიტიკოსები ვერც თავის წარმომადგენლები განსაკუთრებით აგრარული ქართულის წარმომადგენლები საუბრობთ პირდაპირ მოვალეობაა შესაბამისად ჩვენ 2016 წლის დასაწყისიდან აუცილებლად დავიწყოთ ამ მიმართულებით მუშაობას რომ მათთან ერთად ფინანსერებთან ერთად შევიმუშაოთ ის გეგმები რომელი გეგმითაც და რომელი სტრატეგიითაც ჩვენ განვაახლოთ უკვე 2016 წლის დასაწყისში პირველი კვარტალში ჩვენს ასე ვთქვათ სტრატეგიას იმიტომ რომ მათ გარეშე ასოციაციის გეგმების წარმოუდგენელი ჩვენ გარკვეულ წელს შევთავაზეთ იმაზე კიევში გლობალურ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მაგრამ ერთ-ერთი რაც ჩვენ ჩამოტანილი გვაქვს ასე პროექტი არის ის რომ ჩვენ აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად და უბნების მიხედვით ჩვენ გავიგოთ ადამიანებს რაც უკვე განმარტოებული ჭირდება ადამიანებს მოწოდებული ინფორმაცია რამხელა დედაქალაქის ბიუჯეტი რამდენია მათ უბაზე ასე ვთქვათ გარკვეულის მიმართულებით თანხა გამოყოფილი ამ თანხის გახარჯება რომ უფრო ეფექტური იქნება და შესაბამისად ჩვენ მთელი სტრატეგია მთელი მომავალი გეგმები ავაგოთ იმაზე და იმაზე რა საჭიროებებიც აქვს დედაქალაქის მაცხოვრებელს ამ მათული უბანში. მოგხსენებისთვის ედიტორი გემშვიდობა და თხოვებით.